გამარჯობა. როგორ ხარ? როცა მეც გილოცავ. გაიხარე მეც გილოცავ. ხო, ეხლა მაინტერესებს, ანუ დროის არსებობა როგორ წარმოგიდგენია შენ? შენ როგორ წარმოგიდგენია? დრო არსებობს. დრო არ არსებობს, ანუ რეალურად დრო არ არსებობს. დრო ადამიანმა გამოიგონა, ანუ დრო არის სხვადასხვა ქმედებების ერთობლიობა. არა თქო. ერთი ქმედებაც რო იყოს, რაღაცა ქმედება, ისიც დრო არის. ან თუ არაფერი არ იარსებებს ამ ქვეყანაზე, შენი აზრით დრო იარსებებს? კი, დრო იარსებებს, თუ ადამიანი არ იარსებებს, კი. ადამიანი არა, თუ არაფერი არ იარსებებს. არაფერი არ არსებობს, ნიშნავს არაფერი არ არსებობს. სივრცე თუ არ არსებობს, დროის არსებობა სხვა რამით შეგიძლია დაადასტუროს? აღიხსნი. შენ თუ ხსენია აინშტაინის სპეციალური და ზოგადი ფარდობითობის თეორია. მატერიის არსებობის გარეშე დროის არსებობა შეგიძლია დაადასტუროს? ანუ ისე რატო გეუბნები, იცი დრო გაერთიანებულია სივრცესთან და ქმნის სივრცე დროის გეომეტრია. აი ზუსტად მაგას გეუბნები, ანუ არ მეუბნები. თუ დრო არ არსებობდაო, როდის შეიქმნაო და რაღაცას ვაგეც ლაპარაკობდი. ანუ ქმედება ვერ იარსებებს, ვერანაირი ქმედება, თუ დრო არ არსებობს. ასე რომ ბაჩო, მომისმენ. როცა ვამბობ დრო არ არსებობდა, პირდაპირ გულისხმობ, რომ დრო არ არსებობდა არც სივრცე და არც მატერია. ანუ მეცნიერული ევიდენცია ასეთი, რომ ეს სამი განზომილება ერთ მომენტში შემოდის არსებობაში. ეს არის არგუმენტი. ეგ საიდან დავასკვენი? და ეხა შენ მაგალითად შენ დრო რა გგონია, დროს განიხილავ როგორც რაღაცა რეალურად არსებობს თუ დრო რა გგონია შენ რას ფიქრობ რა არის? დრო არის ადამიანის შექმნილი? არა, ცდები. ეგ როგორი რაღაცა იცი რო თქვა, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა შექმნა ამერიკა. ხო არ შეუქმნია, აღმოაჩინა როგორ არის შექმნილი დრო. სხვადასხვა შექმნილია. დრო არ არსებობს. დრო როგორ არ არსებობს? მომისმინე. თუ არანაირი მატერია არ არსებობს, დრო ვერ არსებობს. რა შუაშია მატერია ადამიანის შექმნილია, ხო არსებობს ადამიანო, რა შუაშია მატერია. მატერია ადამიანმა ხო არ შექმნა. ვარ გქონდეს, შეგიძლია დრო გაიგო, როდის რა დროა? მომისმინე. ნახე, ანუ ისეთ ჰიპოთეტურ რაღაცას მეკითხები, რაც X3 განზომილება არის ერთმანეთთან უშუალო კავშირში და მაგიტომ მეუბნები. ეგ იგივეა რომ მკითხოს სივრცე რო არ არსებობდეს, მატერია მაინც იარსებებდაო. არა, სადმე უნდა არსებობდეს ეს მატერია, ხო, ერთმანეთისგან ყველა ვარიანტში ერთმანეთთან დამოკიდებული სამი რაღაცა, ეს სამი განზომილება, მაგრამ სხვა რაღაც გეუბნები. მატერია ხო არსებობს, მატერია ხო ადამიანს არ შეუქმნია, ხო? ანუ ერთი წამი დროის არსებობა რაში გამოიხატება მატერიის გარეშე? მატერიას თავი ამანებს. მაგრამ მატერიასთან უშუალო კავშირშია დრო და სივრცე და მატერია არის ერთმანეთთან კავშირში განზომილება. მატერიასთან კავშირში თუ არის, უკვე ნიშნავს, რომ არ არსებობს ცალკე. მატერია არ არსებობს, ანუ შენ თავს მოусმინე. ცალკე აღებული დრო არ არსებობს. მატერიასთან კავშირში თუ არის, არ არსებობს, მაგას იძახი, შენ თავს უსმენ? მატერიასთან კავშირში თუ არის კი არა, მატერიის გარეშე თუ დრო არ არსებობს. რატო მატერიის გარეშე არ არსებობს? მატერიის გარეშე არ არსებობს, რა ვიცი, ხე, მაგრამ ხე არ არსებობს ამ. ხე რანაირად არ არსებობს მატერიის გარეშე? ხე თვითონ მატერია. ხე თვითონ მატერია, ანუ ხოსე ხე არ არსებობს მატერიის გარეშე, ხოსე? რანაირად არ არსებობს? ხე თვითონ არის მატერია. მატერიისგან დამოუკიდებლად ხე არსებობს? მატერიალური შემადგენლობისგან დამოუკიდებლად. დროსთან ეგრა შუაშია. რა შუაშია და X3 განზომილება მატერია, დრო და სივრცე არის ერთ მომენტში შეიქმნა. ანუ დრო არ არის რაღაცა შექმნილი ადამიანის მიერ. ვერ პასუხობს. ანუ დროის არსებობა მატერიის არსებობამდე რაში გამოიხატებოდა? როგორ რაში გამოიხატებოდა? მატერია სანამ იარსებებდა, დროის არსებობა რაში გამოიხატებოდა? ბაჩო, არ მისმენ. ეხლა ვიცი, რასაც მეთქვი, რომ ანუ დრო, მატერია და სივრცე ერთად შეიქმნა, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ არ შექმნილა სივრცე და მატერია. დრო რაში? რატო უნდა წარმოვიდგინო სივრცის და მატერიის გარეშე დრო, როცა
მატერიასთან კავშირი დროს არა. ბაჩო, 2 წამი გაჩერდი. აქ კავშირი. ხო, უკვე მე რა გავეც პასუხი. 2 წამი გაჩერდი, დაწყნადი და გაჩერდი. ნახე, ანუ მე გირჩევ, რომ ელემენტარულ მეცნიერებაში გაერკვიო, ელემენტარულ ფიზიკაში, ჩემი თხოვნა. არსებობს ესეთი აინშტაინის ფარდობითობის თეორია. საიდან გამომდინარეც ნათლად დასტურდება, რომ დრო ქმნის სივრცე დროის მეოთხე განზომილებას. დრო, შენ თუ მეუბნები მატერიის და სივრცის გარეშე ამიღწერე დრო, არა, ანუ აპრიორულია სივრცესთან და მატერიასთან ერთად არსებობს დრო. ეს სამი განზომილება შეიქმნა ერთდროულად. დრო არ არის ადამიანის შექმნილი, იმიტომ რომ ფიზიკური ობიექტები მაგალითად არა მხოლოდ სივრცეში მოძრაობენ, არამედ დროში მოძრაობენ. დრო არის ერთი წამი მაშინ ასეთ კითხვას დაგისვა. რაღაცას გეტყვი დამამთავრებელი. დრო არის ასევე დამოკიდებული გრავიტაციაზე და სიჩქარეზე. ასე რომ ანუ შექმნილი არ არის ობიექტური რეალობა, დრო, რომელიც ადამიანის გონების გრავიტაცია და სიჩქარე ზუსტად მაგაზე მაქვს კითხვები ახლა. ანუ დედამიწა რომ ასე რომ ვთქვათ არ არსებობდეს. ხო, დრო მაინც იარსებებდა. დრო მაინც იარსებებდა. რაში გამოიხატებოდა დრო? რას ქვია, რაში გამოიხატებოდა? დრო არსებობს დედამიწის გარეშე, არ არსებობს სხვა პლანეტა, სხვა ძახე გრავიტაციას და მატერიას და ანუ მატერიების გრავიტაცია კი წარმოიდგინე რომ არ არსებობს მაგალითად ყველაფერი არის გაშეშებული სამყაროში არსებობს ყველაფერი მაგრამ ყველაფერი გაშეშებულია მომისმინე გრავიტაციას არ გეუბნები რომ გრავიტაცია ქმნის დრო გრავიტაციული ველით მაგალითად მე ჯერ ეგ არ მიხსენებია მაგრამ გრავიტაციული ველით იმის დემონსტრაციას ვცდილობ რომ გრავიტაციულ ველში დრო გადის ნელა შესაბამისად ანუ შეგიძლია მიხვდე რომ დრო არ არის რაღაცა ადამიანის მიერ შექმნილი რომ ადამიანმა დაარქვა ამას რომ ესეა და ეს ადამიანმა გამოხატა გაზომა და რაღაცა ენაზე გადმოსცა მაგრამ დრო ჭეშმარიტად იცვლება ანუ სივრცე დროის მეოთხე განზომილება მაგას ქვია რომ ანუ დრო ჭეშმარიტად ობიექტურად არსებობს ანუ საგნები მარტო სივრცეში კი არ არიან არამედ არიან დროშიც ანუ ეს ნიშნავს რომ დრო ობიექტურად არსებობს რადგან ვთქვით იმას, რომ ჩვენ რო ვიბადებით რაღაც გარკვეული პერიოდის დროს გამოვიყენებთ, დროის შემდეგ ხვდებით. ან ეს არის ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიარსებებთ. არა, ჩვენ თუ არ იარსებებთ, დრო არ იარსებებს, ანუ ეგეთ რაღაც იძახი, ანუ შენ ძაღლებისთვის რა დროა დღეს? დრო არ გადის მათთვის იგივენაირად, როგორც არა, ძაღლებისთვის რა დროა, ეგ მითხარი. რა დროა და იგივენაირად იგივე დროში არ იმყოფებიან? იგივე დროში რანაირად იმყოფებიან? აბა კითხე რომელიმე ძაღლს და თუ გიპასუხებს რა დროა. რომელი საათია უკითხო ძმობას გაბსე მაგას? არა, რომელი საათია რა შორშე, რა დროა? აბა რა უკითხო? რომელი წელია, რომელი საუკუნეა, რომელი საათია? ყოდა, ეს რომელი? აი ადამიანმა ადამიანმა თვითონ დაარქვა ქმედებების ქმედებებში მაგადაუთხარ შემოსული მაგრამ ეწყინება მაგადაუთ რატო ვარ რაც მაგრამ ეწყინება ძმაო მაგადაუთ არა შემოსული აბა რას ქვია ძაღმა რო არ იცის რომელი წელია არ გადის ლაპარაკს და იმიტომ ვერ გებულობ ანუ როგორ არ წეღანაც თქვი ქმედებების ანუ მატერიების და სხვადასხვა ნებისმიერ მატერიალური ქმნილებების თუ რა ვიცი რაც გინდა დაარქვი ასე რომ ვთქვათ ქმედების თუნდაც ბუნებრივი რეაქციების ასე რომ ვთქვათ ამსახველია დრო არა დრო არის ფიზიკური ფენომენი ცალკე დრო ფიზიკურად ვერ იარსებებს და ეგ შენ თვითონაც დაადასტურე აი როგორ დავადასტურე აი წარმოიდგინე აი მაინტერესებს ბაჩო მე შენთან გრავიტაციული ველი თუ ცვლის დროის მიმდინარეობას და ანუ მაგალითად გრავიტაციული ველი ცვლის ადამიანის ცხოვრებას ყველაფერს ცვლის შავი ხვრელთან ახლოს ყოფობის დროს დრო ნელდება ან მაგალითად შენ ხო გაგიგია კოსმოსში რო ადამიანი მიდის იქ დროის ეგ უბრალოდ ადამიანის შენ დაჟე აი GPS აი მარტივად აი შეიძლება მოიძიო ინფორმაცია ამაზე დაგუგლე რომ GPS სატელიტები არსებობს აი აინშტაინის კორექციები აქვს იმას დროსთან დაკავშირებით ანუ დრო პირდაპირ გამოიწვება დრო არ არის რაღაცა რომ აი ჩვენ თქვით და ამიტომ ეს არის არა ანუ ჭეშმარიტად არსებული რაღაცა რასაც რაღაცა ზომავთ და გადმოვცემთ ადამიანურ ენას ეხლა რა მაგალითიც მომიყვანე რომ ძაღლს ყითხო რომელი წელია
ბაზარი არის ის ყოველად უცხოდინარია რომელიც წელია, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს უოში არ არის. რომ მისთვისაც მაინც ხო იგივენაირად გადის მიუხედავად იმისა, რომ იმან არის ის. ქვამ არის ის რომელიც ანუ ის გითხარი მაგით რომ ადამიანი შექმნილია თორე სხვა არაფერი არ მეთქვია. არა, ადამიანი შექმნილი არის გრავიტაციული ველი. ადამიანის შექმნილი გრავიტაციული ველი არ არის, მაგრამ გრავიტაციული ველი დრო არ არის. გრავიტაციული ველი დრო არ არის. გრავიტაციული ველს ჩვენ დავარქვით დრო. არა მარტო გრავიტაციული ველი, ყველა ნახე შეხედე. ყველა მატერიის ქმედებას ჩვენ ველი რო თავისთავად არ არის დრო გასაგებია, სხვა რაღაცას გეკითხები, ანუ ჩვენ ახლა მე რის დამტკიცებასაც ვცდილობ არის ის, რომ დრო არის ჭეშმარიტად ფიზიკური ფენომენი და არა რაღაცა შენი გონების მიერ შექმნილი კონცეფტი. რატო გეუბნები ახლა ამას? გრავიტაციული ველის მაგალითი რატომ მოყავს? საგანი რაც უფრო მეტად აჩქარებულია, დრომისთვის ნელდება, ხო? აი ჩვენ ვიცით, რომ სინათლის სიჩქარეზე დრო საერთოდ იყინება. როგორ შენი ხმარის მოდა? აი ნახე რატო გეუბნები, რატომ მოყავს გრავიტაციული ველი? თავისთავად ჩვენ ვიცით, რომ დისტინქცია არსებობს ძალიან ნათელი გრავიტაციულ ველსა და დროს შორის. კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ სხვა რაღაც გეუბნები. გრავიტაციული ველთან მიმართებაში დრო რო იცლება და დროზე რო მოქმედებს, ამით ვცდილობ მე შენთვის იმის დამტკიცებას, რომ დრო არის ჭეშმარიტად ფიზიკური ფენომენი. მაგალითად, როდესაც საგანი რაც უფრო მეტად აჩქარებულია, დრო არის მისთვის უფრო მეტად შენერებული. სინათლის სიჩქარეზე ფიზიკოსებმა იციან, რომ დრო იყინება საერთოდ, ხო? ანუ ფოტონისთვის დრო ეგრე არ არსებობს. ფოტონს საერთოდ ფიზიკოსები ძირითადად მატერიასაც არ უწოდებენ, იმიტომ რომ მას არ გააჩნია არანაირი, ხო? ერთი წამი შეიძლება ანუ თუ შეიძლება ამიხსნა, რაც ქვია დრო იყინება. ანუ დრო არ არსებობს ფოტონისთვის იმ გაგებით, როგორც შენ არსებობ, იმიტომ რომ იმდენად აჩქარებულია ფოტონი, ანუ სინათლის სიჩქარეზე დრო აღარ არსებობს რა, ანუ იმიტომ რომ ანუ ეგრე რას ნიშნავს? ხო და რას ნიშნავს და ეს ანუ სინათლის სიჩქარით რომ მოძრაობს რაღაცა, დრო არ არსებობს, რას ნიშნავს? დრო იყინება, ანუ ხო დრო მაგალითად იმისთვის შეიძლება იყინება, მაგრამ ზოგადად იმისთვის არა. აი ხა შეხედე, შენ რომ მზისხივი რომ მოდი შენთან. ანუ ეგ როდინდელი მზისხივია, იცი? ეგ შენთან რაც მოდის ეგ მზისხივი? და შენ რა იცი რომ როდინდელია? ანუ ევანდელია. საიდან დაასკვნეს ეგ მეცნიერებმა, საიდან დაასკვნეს? ეს ხო არ შექმნა. ნახე, ანუ მეცნიერებს ეს საკითხები ძალიან აინტერესებს, ამას აქტიურად იკვლევენ, თან დაგეხმარება მეცნიერება. მეცნიერები იმასაც იკვლევენ, რომ დედამიწა რამდენი წლისაა, მაგრამ რეალურად არავინ არ იცით რამდენი წლისაა დედამიწა და საერთოდ ასაკი აქვს თუ არა. ასაკი აქვს თუ არა, არ ვიცი. იქნებ დედამიწა მუდმივია და არც არასდროს არ შექმნილა. დედამიწაც და ზოგადად კოსმოსი სამყარო. შეუძლებელია. რატოა შეუძლებელი? ღმერთი თუ არის შესაძლებელი, რომ ყოფილიყო, ანუ იყო არის და იქნება ღმერთზე თუ არის შესაძლებელი? რა განსხვავება ეხლა აგიხსნი ღმერთს და სამყაროს შორის რა? სამყაროს აქვს ესეთი თერმოდინამიკის მეორე კანონი აქვს, ძალიან მაგარი აღმოჩენა აქვს მეცნიერებს, რომ სამყაროში ენტროპია იზრდება დროთა განმავლობაში, ანუ ენტროპია, ანუ არეულობა, ენტროპია არის იგივე არეულობა სისტემაში, ანუ ენერგიის არეულობა. შესაბამისად, სამყარო რო უსასრულო იყოს, ენტროპია უკვე მაქსიმალურს მიაღწევდა. რატო გეუბნები ხა ამას სიტყვაზე? ენტროპია თუ იზრდება, ოდესღაც მიაღწევს მაქსიმალურს და სამყარო არის უსასრულო, ანუ უსასრულო დრო თუ გავიდა, ენტროპია უკვე მაქსიმალურზე უნდა იყოს და რადგან მაქსიმალურზე არ არის. საერთოდ დაადგინეს რომ მაქსიმალურზეა. მაქსიმალურზე არ არის. მაქსიმალურზე არ არის. მაქსიმალურზე რო იყოს, ანუ ცოცხლები აღარ ვიქნებოდით და მაგით. ხო, ანუ რა იცით რა არის მაქსიმალური, მაგრამ ნახე, ანუ აი გეტყვი. ანუ მაქსიმალური ენტროპია რა არის, რა იცით? გეტყვი. და საერთოდ მაქსიმალურს რომ მიაღწევს, რა იცით რომ რა მოხდება? ანუ მაქსიმალური ენტროპია ნიშნავს იგივე ენერგიის წონასწორობას, ანუ ენერგია დაკარგავს გამოსაყენებელ ფორმას, ამას გულისხმობს. არსებობს თერმოდინამიკის პირველი კანონი, რაც მოიცავს. ანუ ადამიანი რო გაწყდება, ანუ ადამიანის სიცოცხლე რო განადგურდება დედამიწაზე. არა, ადამიანი არა, მარტო აქტიური პროცესი აღარ არის. ვარსკვლავი განადგურდეს. ანუ ვარსკვლავები აღარ იციმციმებენ. ანუ აქტიური პროცესი აღარ არსებობს. ნახე, ანუ ჩვენ გვაქვს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომ ენერგია არ იქმნება და არ იკარგება, ანუ რო შეიქმნა მაგის მერე, ანუ არ იქმნება და არ იკარგება, მაგრამ გვაქვს თერმოდინამიკა. მატერიაზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. მატერიაზეც იგი, მატერიალია. ანალოგია. შეიძლება სიტყვაზე დედამიწა გარდაიქმნა, და გარდაიქმნა. დედამიწაზე არ გეუბნები, მთელი სამყაროზე გეუბნები, მატერიის მუდმივობის კანონიც გვაქვს. მატერიაც მოიაზრება ამ ყველაფერში. ნახე,
ენერგიის მუდმივობის კანონი ნიშნავს, რომ ენერგია არ იქნება და არ იკარგება, ეგ თერმოდინამიკის პირველი, თერმოდინამიკის მეორე კანონი უკვე გვეუბნება ჩვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ენერგია არ იქნება და არ იკარგება, მისი გამოსაყენებელი ფორმა მცირდება. მაგალითად, ცეცხლი რო ანთია ოთახში და ენერგია ამ შემთხვევაში არის ენტროპია, არის ანუ დაბალანსებული, ამის შემდეგ მე ენტროპია იზრდება და ცეცხლი ხდება, ამ შემთხვევაში არეულობა გაიზარდა, რის გამოც ანუ სისტემას აღარ აქვს გამოსაყენებელი ენერგია. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს სამყაროში, მეცნიერება დაადგინეს, რომ სამყაროში ენტროპია იზრდება მუდმივად. როდესაც მაქსიმალურს მიაღწევს, ნიშნავს, რომ ენერგია თავის გამოსაყენებელ ფორმას დაკარგავს, ანუ იქნება თერმოდინამიკულ წონასწორობაში. თერმოდინამიკულ წონასწორობაში იქნება ნიშნავს. ეგ როგორ დაადგინეს? შეგიძლია ანუ დაკვირვებით რა, დაკვირვებით რას ქვია, ანუ ბირთვში ვერავინ ვერ ჩავიდოდა და ვერაფერს ვერ გაზომა. ქიმიური ელემენტები აიღერა. ბევრი მაგალითი მოგიყვან ყველაზე მაგალითი თუ გინდა რაც მე მაქვს პირადად, მე თვითონ რაც მაქვს, მე ჩემი და ერთი წამ მეცნიერები თვითონვე ადასტურებენ იმას და თვითონვე აღიარებენ, რომ ოკეანეების თუ სწორად მახსოვს 2%-იც არ გვაქვს. მე რაშუაში რა თქმა უნდა ოკეანის 100% შესწავლილი. ოკეანის 2%-იც თუ არ აქვს შესწავლილი. ბირთვში რა ხდება რა იციან? შეგიძლია ეგ ამიხსნა? ანუ ნახე ფსკერი არ აქვს, ოკეანის ფსკერი არ აქვს ყველგან ნანახი. ანუ ყველგან რა, ყველაზე ღრმა ფსკერზე ვერ ჩადიან. გავიგე, უბრალოდ არგუმენტი არის ცოტა განსხვავებული. ახლა ნახე, ამას არ ჭირდება მთელი დედამიწის გამოკვლევა, ამას რომ მივხვდეთ. ეს შეგვიძლია ელემენტარული დაკვირვებით გავაკეთოთ კონკრეტულ მაგალითზე, ინსტანციურ დონეზე რაღაცა ერთ რაღაცაზე. ან თუნდაც მე მაქვს პირადად ანუ მე თვითონ მაქვს ნანახი ეს მეცნიერებს რამდენი ხნის წინ ეხნებოდათ ნანახი, მაგრამ მე თვითონ მაქვს დამოუკიდებელი ქიმიურ რეაქციებზე. თითოეული მოლეკულა მიისწრაფვის იმისკენ დაბალანსების აი ინერტული აირები რო არსებობს, რატო ხდება თვითონ კოვალენტური ბმები და ისინი რო ანუ რო ცდილობენ გათანაბრებას და გაცემა იმის რა ქვია ელექტრონის და ისინი თავისთავად იმიტომ რომ ანუ ჩვენ ხო არ ვიცით დედამიწის ბირთვში რა პროცესები ბირთვს თავი დაანებე, ეს კიდე ზოგადი მაგალითია, საერთოდ ზოგადად მატერიაზე, ანუ მარტო ბირთვზე არ არის, ეს არის აი მთელი ატმოსფეროს შემადგენლობა და ის ანუ ინსტანციურ დონეზე რაღაცას რო განიხილვა. დედამიწის ასაკიც ეგრე განისაზღვრება. ვულკან კი არ მიდიან დროში მეცნიერები. აკვირდებიან ნახშირბად 12-ის, ნახშირბად 14-მდე შლის პროცესი, იმასა გარკვეული პერიოდი 50000 წელი. არსებობს ნახევრად შლა, ნახევრად დაშლა სჭირდება 50, მე ეგრე გადაითვლიან რა რამდენი წელია გასული. ანუ რაღაცა სამარხსო აღმოაჩენენ, მაგას აკვირდებიან. რატო მაგას? იმიტომ რომ ან ატმოსფეროში იმის განაწილება, ანუ ატმოსფერო ესენი ხო შეისუნთქავ ხო თავისთავად იმას. ატმოსფეროში მაგის თანაფარდობა და ორგანიზმში ერთი და იგივეა, იმიტომ რომ მაქედან მოიხმარს ადამიანი მაგას. შესაბამისად, ანუ ამ ეს კონკრეტული დაკვირვებით კეთდება, ეს არის ძირითადად მეცნიერული პრინციპი, არის ინდუქციაზე დაფუძნებული, ხო? ეხლა არ გვჭირდება ჩვენ მთელი დედამიწის და მთელი ოკეანის ცოდნა, არ გვჭირდება რომ გავიგოთ რომ ოკეანე მარილიანია სიტყვაზე, ხო? ან რომ წყალი ასრულებს ადამიანის სიტყვას, მაგალითად გეუბნები ასე. ოკეანე რომ მარილიანია, მაგისი ფაქტებიც არსებობს, ოკეანიდან მარილს იღებს ადამიანი. კი ბატონო, თერმოდინამიკის კანონი მაგიტო ქვია რომ ფაქტი არსებობს. ეგ რა შუაშია, ოკეანე რომ მარილიანია. ანუ მაგალითი რომ მომიყვანე რომ მარილის გემოცინობა ოკეანეში ოკეანიდან მარილს იღებ კიდევაც რა ვიცი ხო მაგრამ მიყვარხარ ოკეანიდან მარილს იღებ ბიჭო აი შენ თავი მეგობრებდი სიამ ნახე მარილს იღებ კიდევაც გავიგე უბრალოდ მაგალითი რატომ მოგიყვანე იცი ოკეანის სიტყვაზე შენ რომ ამბობ რომ ოკეანის უდიდესი ნაწილი მეცნიერებს ჯერ კიდევ შესასწავლი დარჩათ რა ჭეშმარიტად ეგრეა კი გასაგებია მაგრამ ანუ რეალურ ცხოვრებაში ინსტანციურ დონეზე ყოველდღე მეცნიერებს აქვს ისეთ საკითხებთან შეხება, რის გამომდინარე ინდუქციურად შეუძლიათ განაზოგადონ რაღაცა კონკრეტული მაგალითები გაიგონ. ხო გესმის რას განაზოგადონ, მაგრამ თვითონვე ამბობენ, რომ ეს არის ვარაუდი და არა ფაქტი. ხო, მაგრამ ანუ კანონი ანუ არის რაღაცები რაც არის ანუ ვარაუდი რაც არის დაუდასტურებელი და არის რაც არის დადასტურებული ემპირიული დედამიწის შესახებ რა არის დადასტურებული დედამიწის არსებობა არ არსებობის შესახებ რა არის დედამიწა რო არსებობს ეს დადასტურებულია მე არ ვიცი ამ საწინააღმდეგო მაგას არ ვამბობ ანუ რო არსებობდა თუ არ არსებობდა სიტყვაზე 6 მილიონი წლის არისო როგორც მახსოვს დედამიწა ხო თუ 3 ანუ მე
მე ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს სამყაროს ასახთან, მაგრამ ოკეი, რაღაცა რამდენი რაღაცას რასაც ამბობენ, ანუ როგორ შეიძლება მაგისი გამოთვლა, ანუ როგორ წარმოგიდგენია, ეგ მართლა გამოთვლილი აქვთ ეგ შენი აზრით თუ ვარაუდით არის? ნახშირბად 14, ანუ ნახე შეხედე რაღაც აღიხსენ რა. არსებობს ანუ კონკრეტული ხო არსებობს ატომები რა, ანუ არსებობს ატომი, კონკრეტული ატომი და არსებობს ანუ ატომები, რომელსაც აქვს ანუ სხვა ანუ ნეიტრონის განსხვავებული რაოდენობა რა. მაგალითად ნახშირბად 14 ნიშნავს რომ ანუ იზოტოპია ეს არის ნახშირბადის ატომი განსხვავებული ნეიტრონის მაჩვენებლით რა. ნახშირბად 12 შლის შედეგი არის რეალურად ნახშირბად 14. ნახშირბად 12 და ნახშირბად 14-მდე შლას გააჩნია გარკვეული პერიოდი, რაც აქ მეცნიერებს დადგენილი განსაზღვრული რა. შესაბამისად სიტყვაზე რომ აღმოაჩინონ ადამიანის რაღაცა, აი რაღაცა სამარხში აღმოაჩინეს რაღაცა ადრეული ადამიანი. ასაკი განისაზღვრება თავისთავად ნახშირბად 12-ის რამდენი ნაწილი არის დაშლილი ნახშირბად 14-ად. ამას იკვლევენ. შესაბამისად იმას გაჩნიან ანუ პერიოდებად აქვს დაყოფილი შლა, ნახევრად შლა, მეოთხედი, მერვედი და ესე მიყვებიან 50000 წელი თუ რაღაც უნდა იმას რა. ანუ ზეზოა და მზიას ასაკი დაახლოებით ეგრე არის დადგენილი. რამდენი ხნის წინ იყო ეგ ნახშირბად 12 შლი. ეგ რა შუაში ანუ ნახშირბად 14-მდე მიაღწევს შეისრულთავენ ეცენი ხვდები ანუ ორგანიზმში აქ იმდენი რაოდენობის რამდენიც არის ატმოსფეროში ანუ თანაბრად არის გადანაწილებული იმიტომ რომ ხაერს ხოს უთავენ აქედან ხო ამას იღებენ ამიტომ რამდენიც არის ანუ სამყაროში ანუ ატმოსფეროში რამდენიც არის იმდენი ანუ თანაფარდობა არის იგივე იმდენი აქ ამას ვამბობ ადამიანზე არ ვამბობ რაზე დედამიწის არსებობა არ არსებობა რამდენიმე მილიონი წლის წინ არსებობდა დედამიწის არარსებობასაც დედამიწის არარსებობაზეც მეთოდი ძირითადად ანუ არსებობს ეგ რა ანუ იზოტოპები ანუ რამდენად იშლება ანუ ატომებს აკვირდებიან რეალურად რა ეგ რა კვირვები ხდება ანუ მაგ დაკვირვებით რა იციან სადმიდიან სინამდვილეში ხო შეიძლება რომ სულ სხვა ქმედება იწევდეს თუნდაც დედამიწის დაბერებას ხო შეიძლება სულ სხვა ქმედება იწევდეს და არა ეგ ის პერიოდი აქვს ნახე ატომის ნახე შეხედე აი მაგას გიხსნით ნახშირბადი რო აიღო ერთი კონკრეტული ატომი რო აიღო ნახშირბადს აქვს 6 პროტონი რა და ნახშირბადს აქვს ასევე 6 პროტონი და ნახშირბადს აქვს ასევე 6 ნეიტრონი მაგრამ ანუ ეს არის ძირითადად გავრცელებული ნახშირბადის ეს ერთი ძირითადი ტიპი მაგრამ ნახშირბადის მარტო ეს ტიპი არ არსებობს არსებობს იზოტოპები ანუ იზოტოპი არის როცა ნეიტრონის სხვა რაოდენობა აქვს ნახშირბად 14 ანუ იშლება რადიოაქტიული იმის შლის შედეგად ნახშირბად 14 ან ამ რადიოაქტიული შლების გამოთქვა ხდება მივხვდი რაც გეუბნები ანუ მაგალითად ნახშირბად 12 რომ ნახშირბად 14-მდე შლა განიცადოს ანუ გავიგე მაგრამ ეგ რა შუაშია დედამიწის ასაკთან მაგას გიკითხები იმ შლას აქვს გარკვეული პერიოდი ხვდები ნახე ანუ იმ შლას აქვს ანუ შლები არის დადგენილი ანუ მე 8 არის დაყოფილი როგორც მახსოვს შლა ნახევრად შლა ის და ესე მიყვება ნახევრად შლას უნდა როგორც ვიცი ნახევრად შლას უნდა 50000 ის თუ იცი მეცნიერებისვე დადგენილი როა რომ დედამიწიდან არაფერი არ ქრება და არაფერი არ ჩნდება ოკეი მე წეგან მაგას გეუბნებოდი მატერიის მუდმივობის კანონი კი ხო მერე ეგრეა. ანუ ეგ ნახშირბადი როგორ გარდაიქმნება, როდის რა დონეზე გარდაიქმნება, რა მნიშვნელობა აქვს, როცა თვითონვე მეცნიერები ადასტურებენ იმას, რომ უკუბრუნვა ხდება. ბაჩო, ნახე, რო არ ქრება საერთოდ, ანუ არაფრობაში რო არ გადადის, ეგ იმას არნიშნავს, რომ ანუ არ იშლება და არ იცვლება რა, ანუ რადიოაქტიური იცვლება, მაგრამ შეიცვალა სიტყვაზე. ენერგიის გამოთავისუფლება არის ატომში რა, ეს ანუ ატომის ბუნებრივი თვისებაა რეალურად რა. ერთი წამი. იქნება დედამიწა მუდმივია მაგალითად, მაგრამ უბრალოდ იცვლება დედამიწის სტრუქტურა, როგორც ადამიანები ხო ვართ სიტყვაზე რო ვიბადებით, სხვანაირი აგებულება გვაქვს, მე ნელა ფორმასაც იცვლის ადამიანი, ზოგი ნაწილი ეზრდება, ზოგი უპატარავდება, ზოგი ასე, ზოგი ისე, სიტყვაზე რა 1000 ქმედება, ანუ 1000 რეაქცია ხდება ადამიანში, ხო? ანუ დაბადებიდან სიკვდილამდე ბოლოს პატარავდება კიდევაც და რა 1000 რეაქცია კი არა და მილიარდობით რეაქცია მიმდინარეობს ადამიანის სიკვდილიდან დაბადებიდან სიკვდილამდე.
რა ვიცით, დედამიწაში ეგ პროცესი არ არის ჩვეულებრივი ამბავი. წერან ასეც გეუბნებოდი, მაგიტო დედამიწა რო უსასრულო იყოს, უნდა იყოს მკვდარი თერმოდინამიკურ ციკლში უნდა იყოს. მაგიტო გეოგიხსენე თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომ ანუ ენტროპია იზრდება მუდმივად, ანუ ენერგია ნაწილდება თანაბრად, ანუ აქტიური პროცესი აღარ უნდა იყოს, მაშინ საერთოდ სიცოცხლე აღარ იქნება. დედამიწისთვის, ჩვენ დედამიწისთვის ვართ ბაქტერიები. შეიძლება სიტყვაზე ხვალდაზექს რა? დედამიწა არის ჩემთვის შექმნილი. მე რომ რელიგიურად, შენთვის არის რელიგიურად. ჩემთვის შექმნა, იმას სივრცე არ ჭირდება არსებობის, მე შემიძლია რელიგიურად კი, მაგრამ მე რელიგიურად არა, ისე გეუბნები, ანუ დედამიწისთვის, მაშინ ანუ დედამიწას თუ განვიხილავთ, რაღაც ცალკე განვიხილოთ, როგორც არის, იმისთვის იმას ცნობიერება არ გააჩნია, ანუ ჩვენ ამაში პრობლემაა. ცნობიერება რა შუაშია დედამიწისთვის გულისხმობ, როგორც ჩვენ, ანუ ჩვენ როგორც გაგვაჩნია ბაქტერიები, იმას არანაირი დამოკიდებულება არ აქვს შენთან მიმართებაში. რაღაცა ის არა სენსიტიურად და ღმერთს უყვარ ხარ, მაგრამ ის თავისთავად იმას ის არ გააჩნია ცნობიერება, მაგრამ სხვა რაღაც გეუბნები. ამ შემთხვევაში არგუმენტი ჩემი ის არის, რომ სამყარო რო დედამიწისთვის ჩვენ მიზერული მნიშვნელობის ვართ, მაგას ვამბობ. არაფერს წარმოვიდგინეთ. საერთოდ არ გაგაჩნია მნიშვნელობა. ხო, მაგას ვამბობ მეც. მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის, თვითონ. ანუ ამ შემთხვევაში ენერგიის თერმოდინამიკის მეორე კანონიდან გამომდინარე, ანუ სიცოცხლე უნდა იყოს, სიცოცხლე აღარ უნდა იყოს საერთოდ. ყველაფერი მკვდარი უნდა იყოს, ანუ თერმოდინამიკური ციკლი უნდა იყოს, უკვე მომხდარი, იმიტომ რომ მეცნიერები თქვათ როდიღაცას მიაღწევს მაგ დროს. კი, აი მაგას გეუბნები, ნახე, აი ძალიან. რო ერთი წლის მერე მიაღწევს თქვათ მაგ დროს. ოკეი, აი ეხლა აი ძალიან კაი რაღაცა. მატერია განვითარებადია, ანუ განვითარებადია, შეიძლება ის მდგომარეობა დედამიწისთვის უკეთესიც არის. გავიგე, ოკეი, ძალიან კაი გავიგე. ეხლა მომისმინეთ, ძალიან კაი რაღაც თქვი და ეხლა ის არის ცუდი, რომ ჩვენ აღარ ვიარსებთ თორე. გავიგე, ეხლა მომისმინეთ, ხო, მომისმინე, ეხლა იყურადღებით. ნახე რაც თქვი. კი ბატონო, ხო, მაგრამ იქნებ ჯერ ის თერმოდინამიკურ ციკლში ჯერ არ ვარ მისული და ოდესმე მე კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ეხლა რა არის მან პრობლემა? ჩვენ თუ ვიტყვით რომ დედამიწა უსასრულო, ანუ სამყაროზე თუ ვიტყვით რომ უსასრულო, მაშინ უკვე უსასრულო დრო არის გასული, ხო ხდები არგუმენტს. მაგალითად, თერმოდინამიკურ ციკლამდე თუ არის რაღაცა X წელი საჭირო რომ აქამდე მივიდეს და თუ უკვე უსასრულო დრო გავიდა, მაშინ თერმოდინამიკური ციკლი უკვე უნდა იყოს მომხდარი. მაგალითად, რო წარმოვიდგინო, რომ ქონდეს ბატარეა, რომელსაც ასე ვთქვათ, ენერგია ეცლება რა. თუ ეს ბატარეა ჯერ კიდევ მუხს გამოიმუშავებს, ესე იგი უსასრულო ძველი არ ყოფილა ეს ბატარეა, ხო? ამ შემთხვევაში დროში დაუწყია. ამ ბატარეას ჯერ კიდევ დარჩა რაღაცა თავისი მუხტი, ხო? რასაც ერთ კითხვას დაგისვამო. შენ გაგიგია საერთოდ, რომ დღეს შეიქმნა რომელიმე მაგალითად კოსმოსური სხეული. დღეს რო შეიქმნა. გააჩნია შექმნაში რას გულისხმობთ რა? ან დღეს რო გაჩნდა რა? რაღაცა კოსმოსური რაღაცების წარმოშობა ხდება იქ თავისთავად რა, ანუ გაჩნია შენ რას უწოდებს სხეულს რა. სხეულს ახლა იმას არ გულისხმობ, რომ პლანეტები ერთმანეთს შეეჯახდნენ და რაღაცა ანასხლეტი სხვაგან გაისხლიტა. მაგას არ გულისხმობ. რაღაცა არსებული მატერია რო საიდანმე გაჩნდეს. როგორ? არ არსებული მატერია, მაგალითად რაღაცა კოსმოსური სხეული, სადღაც არ არის და უცებ გაჩნდა. ბავშვი რო იბადება. არასებული მატერია შემოვიდა არსებობაში. ხო, აი ეგეთი რაღაცა გაგიგია? ბავშვი რო იბადება? ბავშვი რო იბადება რა შუაშია, ბავშვის დაბადება ადამიანებთან არის კავშირში. რატო მატერია არ არის ადამიანი? სხეულებზე გელაპარაკები. ის იყო ის მატერია არ არის ადამიანი? ადამიანი მატერიაა, მაგრამ ადამიანი არის მატერია, უმნიშვნელო მატერია დედამიწის რაღაცა. ჩემზე მნიშვნელოვანი პლანეტა არსებობს, მარსი უფრო მნიშვნელოვანია თუ ნეო ეს შენ ისახარ, შენ მნიშვნელოვანი წეღან შენ თვითონ თქვი. დედამიწის მნიშვნელობა არ არის. შენ მითხარი გულწრფელად, მე უფრო მნიშვნელოვანი. ეგ იგივეა, რაღაც მაგალითად ადამიანს რო ტილი ყავს და როგორც ტილია ადამიანისთვის უმნიშვნელო, აი ეგრე ვართ ჩვენც დედამიწისთვის უმნიშვნელოები. გეხვეწები, აი შენი აზრით, თქო გულწრფელად მიწესხმე, მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ თუ ვენერა, იმიტომ რომ ვენერა არ მეოსება, რატო ისე წარმოვიდგინე, მზის სისტემაში პირველი პლანეტაც არ არის, მაგრამ მაინც ყველაზე ცხელია იმ ხელა ატმოსფერული წნევა ხდა. მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ თუ ვენერა, მითხარი გულწრფელად. ჩემთვის შეიძლება შენ ხარ მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველა პლანეტა, მინდა აი დედამიწის გარდა. პლანეტა
პლანეტაზე გულისხმობ, პლანეტის მნიშვნელობაზე გულისხმობ, ანუ პლანეტისთვის ჩვენ არ ვართ მნიშვნელოვანი, მაგას გულისხმობ. პლანეტას ცნობიერება არ გაჩია იმისთვის, არის მნიშვნელოვანი არ არის არაფერი. ზოგადად პლანეტის რატო გეუბნები, ბაჭო? ჩვენ ვიარსებებთ თუ არ ვიარსებებთ, არაფერს არ ცვლის პლანეტისთვის. გავიგე, ნახე მე რატო გითხარი ეგ, ნახე მე იმიტომ გითხარი ეგ რეალურად, რომ ანუ რამე რო იყოს ვინმესთვის მნიშვნელოვანი, რაღაც ცნობიერება უნდა გააჩნდეს. მაგრამ შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ცნობიერება გამაჩნია, ხო? ცნობიერება რა ქვაშია? მაგალითად, ცნობიერება რო არც გქონდეს ადამიანს სიტყვაზე, წარმოვიდგინოთ, რომ გაყინულია ადამიანი, მკვდარია. მაგრამ მკვდარი ადამიანისთვის ხო აქვს მნიშვნელობა, რომ მაგალითად საფლავს როგორ მოუწყობენ? არა. ანუ თვითონ ვერ აზროვნებს ზემოთ რა ხდება, მაგრამ მნიშვნელობა ის აქვს, რომ შეიძლება ანუ მკვდარი ადამიანის არანაირი ის პროცესი შეიძლება შენელდეს. მკვდარი ადამიანის ბაჭო, მკვდარი ადამიანის აფში რო ინახე არ ხამენ გვამს, ხო, დიდხანს ძლებს. ხა მომისმინეს, მკვდარი ადამიანის ანუ აზროვნებისთვის მნიშვნელოვანს არ ვლაპარაკო მე. სხეულისთვის მნიშვნელოვანს ვლაპარაკო, მატერიისთვის მნიშვნელოვანს. ბიჭო, აი, ხო და ნახე, ამის როგორც მატერიისთვის ჩვენ უმნიშვნელო ვართ. გავიგე, ბაჭო, ბაზარი არა, ნახე, ჩემთვის შენ რო გეუბნები რომ მე ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, ხო იცი რომ მე არ გეუბნები რომ ჩემი სხეულისთვის ხარ მნიშვნელოვანი. მე გეუბნები, ანუ ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის, იპოსტასისთვის ხარ ჩემთვის, ხო? ანალოგიურად ამ შემთხვევაში სხეულს ცალკე ცნობიერების გარეშე თავისთავად არ გააჩნია არანაირი რაღაცა აღქმა იმისა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმისთვის სხეულისთვის არ კვდებაო. ადამიანი რო კვდება, ეგ უკვე მილიარდჯერ არის დადასტურებული და არა მარტო მილიარდჯერ, უამრავჯერ, ანუ რამდენი მილიარდჯერ არის დადასტურებული, რამდენი ადამიანიც გარდაიცვალა. კი ძმო, ნახე, გარდაცვალებას რო ვეძახით ჩვენ, სინამდვილეში ეგ არის სიკვდილი. კი ძმო, გარდაცვალება რელიგიურად არის. მაგარი რაღაც გითხრა ეხლა. ნახე, ადამიანი კვდება, ხო? ოკეი, ძალიან კაი. სამყაროს დასაწყისი აქ, ესეც გავიგე. ანუ ეხლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. აქვს თქვენ ამბობთ, შენ და მეცნიერები. მე წინააღმდეგები? მე არ ვამბობ. შენ გონია რომ უსასრულოა. მე არ ვამბობ არც იმას რომ უსასრულოა, მე ვფიქრობ რომ შეიძლება იყოს უსასრულო, თუ უსასრულობა დასაშვებად შეიძლება ჩაითვალოს, ღმერთის უსასრულობა უფრო დაუშვებელად მიმაჩნია მე ვიდრე უსასრულობა. ღმერთის უსასრულობაში პრობლემა არ არის. ზუსტად მაგას გეუბნებოდი, იმიტომ არის ეგ ლოგიკური რომ დაუშვათ რომ სამყარო უსასრულოა, რომ წეღანაც გეუბნებოდი. სამყაროში ანუ კოსმოსში არანაირი სხეული უცებ არ ჩნდება. ეგ არ არის არგუმენტი. ესე იგი ეს სხეულები ყველაფერი არსებობდა ყოველთვის. მატერიის მუდმივობის კანონი, ენერგიის მუდმივობის კანონი მას შემდეგ არის აქტუალური და მოქმედი, რაც მატერია და ენერგია შემოდის არსებობაში. გეტყვი რას გულისხმობ, ნახე. მაგალითად, შენ თუ იტყვი რომ სამყარო უსასრულოა, თერმოდინამიკის კანონსაც რო თავი დავანებოთ, ეგ პირდაპირ გამორიცხავს, მაგრამ იმასაც რო თავი დავანებოთ. ნახე, აი ფილოსოფიურად რომ მივიდე. მაშინ გამოდის რომ სამყარო სახ უსასრულო წარსული. უსასრულო წარსული თუ აქ აწმყომდე რომ მოსულიყავდი, უსასრულო წარსულის, უსასრულო რაოდენობის მოვლენები უნდა გადაგელახა წარსულში. მიხვდი და რაც შეუძლებელია. მაგალითს მოგიყვან. მაგალითად, მე შე რო იდგე მესამე კიბეზე. და მე რო გითხარ რომ უსასრულობით მაღლაადის შემდეგ კიბეზე, ხო ვერსად ვერ ახვალ რეალურად საბოლოო იმამდე ლოკაციამდე, ხო? იმიტომ რომ უსასრულო კიბეები გადასალახავ. შესაბამისად, ამას ქვია აქტუალური უსასრულობის პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სამყარო იქნებოდა უსასრულო, მე რა უნდა გადამელახა, კაცო? აი შეხედე, ბაჭო, ადამიანი უამრავი ადამიანი იბადება, კვდება, ანუ მატერია, როგორც მატერიამ შეიძლება ჩემი სხეული შეიძლება ოდესღაც ვიღაცას ეკუთვნოდა. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ეს სხეული კი არა, ეს მატერია, რისგანაც ახლა მე შევდგები. ნახე რას გეუბნები. ოდესღაც ვიღაცას შეიძლება ეკუთვნოდა. ნახე სხვა რაღაც გეუბნები, ნახე მე რას გეუბნები. შეხედე, მე გეუბნები რომ ანუ თუ სამყარო არის, თუ იტყვი რომ სამყაროზე არის უსასრულო, მაშინ სამყაროს აქვს თავისთავად უსასრულო წარსული, ხო? წარსულში არის უსასრულო და ადამიანის უსასრულოა ფაქტიურად. კარგი, თუ უსასრულო, კაი, მაგას ზოგადად ცოცხალი არსება. კარგი, ცოცხალი არსება არის. მაგრამ კაი, ნახე შეხედე. თუ იტყვი რომ სამყარო არის უსასრულო, თუ იტყვი მაგას სამყარო უსასრულო, მაშინ ანუ გამოდის რომ
სიცოცხლე რატო არის უსასრულო მატერიალური ყოფობა, მაგასაც გეტყვი, მაგრამ სანამ მაგას გეტყვი, სამყაროზე თუ ვიტყვი, რომ usasრულო წარსულია. შესაბამისად, usasრულო რაოდენობის მოვლენები მომხდარა წარსულში, ხო ასეა? და აწყობდე როგორ მოდიხარ, აწყობდე რომ მოსულიყავი, მაშინ usasრულო რაოდენობის წარსული მოვლენები უნდა გადაგილახა, რაც შეუძლია. usasრულო რაოდენობის ადამიანი მოკვდა მაგისთვის. რო დღეს მე აქ ყოფილიყავი. usasრულო რაოდენობის ადამიანები. usasრულო პროცესია. usasრულო პროცესი არის უკვე გავლილი. ბაჩო, usasრულო რაოდენობის ადამიანები საერთოდ არ არსებობს. და usasრულო ადამიანების რაოდენობის ადამიანები კი არა, ბაჩო, usasრულო რაოდენობის საერთოდ რაღაც მაშინ მითხარი, როდის მოკვდება ადამიანები. აი რაღაცას გეტყვი. როდის გაწყდება. არგუმენტს მოუსმინე. usasრულო რაოდენობის საერთოდ არაფერი არ არსებობს. ანუ საგანი არ არსებობს usasრულო რაოდენობის გეტყვი რატო? ეხლა წარმოვიდგინე, შენ რო გაქვს usasრულო რაოდენობის მონეტები. წარმოიდგინე? usasრულო რაოდენობის მონეტები გაქვს. აიცა, ერთი წამი რაღაცას გელაპარაკებ და მაგაზე გამეც პასუხი. ადამიანები ან კაცობრიობა როდის გაწყდება, როდის აღარ არსებობს. არ გაწყდება, ანუ იესო მოვა მეორედ და აღვადგენს და ვიქნებით პარაზიტი. იესოს თავი დავანებოთ ზოგადად. არა, იესოს თავი როგორ დავანებოთ, ჩემი ღმერთია. ცალკე ავიღოთ სამყარო, ანუ კაცობრიობა. ხო და არა, ხო და აი მომისმინე. არა, დასაშვებ დონეზე გეუბნები. ბაჩო, გავიგე. ჩვენ ვშელობთ, არა, ხო და სამყაროსთან უშუალო კავშირშია მეორედ მოსვლა იქნება მალე და იესო მოვა მეორე. მაგრამ სხვა რაღაც გეუბნები. ჩვენ ვშელობთ შესაძლებელი არის თუ არა არსებობდეს usasრულო რაოდენობა ადამიანები რომ ელაპარაკები რწმენაზე უკვე გზები იყოფა იმიტომ რომ ეს რწმენაზე არ გელაპარაკები რწმენა რატომ მცდარი და შენ მელაპარაკები მაგას ბაჩო ნახე ანუ მე გეუბნები მე სხვა რაღაც გეუბნები მე გეუბნები საერთოდ იმას რომ ჩვენი მსჯელობა რომ რაციონალური იყოს ყველა ვარიანტში ანუ ჩემი ღმერთის პრესუპოზიცია უნდა მოხდეს ანუ ესაა ჩემი არგუმენტი. მაგრამ მაგამდე სანამ მივოთ, ანუ დავამტკიცოთ რომ სამყაროს დასაწყისი აქვს და გაგვიადურდება. ნახე, შენ თუ ვიძახი რომ არსებობს სიტყვაზე usasრულო რაოდენობის ადამიანები. მე გეუბნები რომ შეუძლებელია ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ მე საერთოდ გეუბნები ადამიანები კი არა usasრულო რაოდენობის ვერაფერი ვერ იარსებობს, ვერც ერთი საგანი და გეტყვი რატო. წარმოიდგინე შენ რომ გაქვს usasრულო რაოდენობის მონეტები. აი რო ქონდეს სამი usasრულო რაოდენობის მონეტები. წარმოიდგინე? ეხლა წარმოიდგინე, იმიტომ რომ usasრულო რაოდენობის მონეტები ვერ გექნება. აი, არ წარმოიდგინო ვიზუალურად. usasრულო რაოდენობის მონეტები გაქვს და მე რო წაგართვა მხოლოდ ლუწი რაოდენობის მონეტები, რაც გაქვს მაქედან. რამდენი მონეტა დაგრჩება? usasრულო რაოდენობის თუ არის, usasრულო დარჩება ისე. ხო, ანუ usasრულო რაოდენობის ლუწი რო წაგართვა, usasრულო რაოდენობის კენტი მონეტები დაგრჩება, ხო, რომ გადანომია. ოკეი, ძალიან აი, ეხლა ბაჩო წარმოიდგინე რომ ვერ არსებობს usasრულობაში. აი, ეხლა ხო წარმოიდგინე usasრულო რაოდენობის მონეტები ხო აქვს და მე რო წაგართვა მხოლოდ ანუ usasრულო რაოდენობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მონეტები თუ მონეტები იქნება ასე რომ ვთქვათ, რასაც დახარჯავ, ახალად მოდიოდეს. არა, მოდიოდეს. აი, იქნება usasრულო ბრუნვაში თუ იქნება. ანუ ბრუნვაში თუ იქნება, როგორც ადამიანია ბრუნვაში. სიტყვაზე შეიძლება დღეს დინოზავრები არ არსებობენ, ხო, მაგრამ ხო არ ვიცი, ერთი წამი. დღეს დინოზავრები არ არსებობენ. usasრულობა, ეგ არ არის, მომისმინე. როგორ არ არის? მომისმინე. ეგ არ არის usasრულობა, დღეს თუ არ არსებობს, ის არის სასრული რაოდენობა უკვე მაგას მოიაზრე. და მაგიტო გეუბნები, მე გეუბნები როცა შეიძლება 100 წლის შემდეგ დინოზავრი ისევ გაჩნდეს დედამიწაზე. ეგ არ ნიშნავს, რომ usasრულო რაოდენობის დინოზავრები არსებობს, ბაჩო, თუ 100 წლის მერე უნდა გაჩნდეს და ეხლა არ არსებობს. ეგ ნიშნავს, რომ სასრული რაოდენობის დინოზავრი. სხვა რაღაც გეუბნები. ნახე usasრულო რაოდენობაზე, როცა გეუბნები, რაოდენობრივ usasრულობაზე გელაპარაკე. მაგალითად, მე ვიცხოვრებ მარადიულად, ხო? დაუშვათ რომ მე ვიქნები სულ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიქნები. დედამიწაზე დღეს თუ დინოზავრები არ არსებობენ, ეს უკვე ნიშნავს, რომ usasრულო აღარ არის შენი თქმით. არა, ეხლა უყურე. ყოველ 1 წუთში ერთხელ რო ჩნდებოდეს შენ ჯიბეში 1 ლარი. usasრულო იქნება, ის ვერ იქნება usasრულო. ანუ პოტენციალურად usasრულო იქნება, აქტუალურად usasრულო ვერ იქნება, იმიტომ რომ ემატება იზრდება და იზრდება. ხო, ანუ მუდმივად გექნება, 1 ლარი გექნება, ოღონდ მუდმივად. აი, ეხლა აღიხსნი რაღაცას, არსებობს ორი ტიპის usasრულოს ნიშნავს. გავიგე, მომისმენი. არსებობს ორი ტიპის usasრულობა, ბაჩო.
ერთი არის აქტუალური უსასრულობა და მეორე არის პოტენციური უსასრულობა. შენ ახლა საუბრობ პოტენციურ უსასრულობაზე. პოტენციური უსასრულობა გამოჩნია მე, მაგალითად, პირადად იესო თუ აღმადგენს უკანასკნელ დღეს თუ თავისთან წამიყვანს, მისი მეძე ვარ, პოტენციურად ვარ უსასრულო, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ მე უსასრულო ვარ აქტუალურად როგორც სუბსტანცია. მაგალითად, აქტუალური უსასრულობა გააჩნია ღმერთს, ან სიტყვაზე ჩვენ ვამბობთ, რომ პოტენციური უსასრულობა გააჩნია სიტყვაზე ენერგიას, მატერიას. ამაში არანაირი პრობლემა არა, მათემატიკური რიცხვებს, მათემატიკური რიცხვები პოტენციური და უსასრულოა. მაგრამ მე გეუბნები, რომ აქტუალური უსასრულობა არ არსებობს, ამიტომ უნდა ქონდეს სამყაროს დასაწყისი. იმიტომ რომ მაგალითად უსასრულობა რა საჭიროა? ანუ უკვე მყოფი უსასრულობად, იმიტომ რომ თუ პოტენციურია, ეგ ნიშნავს, რომ უკვე აქტუალური უსასრულობა არ არის. ანუ ამას გააჩნია დინამიკა იზრდება და შესაბამისად უკვე პირდაპირ მაგას მოვიაზრებს, რომ დასაწყისი აქვს. ანუ პროგრესი გააჩნია. ნახე რას გეუბნები, ბაჩო. დასაწყისი რატომ უნდა ხონდეს? ანუ პოტენციურ უსასრულობას ჭირდება დასაწყისი, პოტენცია გააჩნია შესაბამისად. პოტენციურ უსასრულობას ჭირდება დასაწყისი, გავიგე, მაგრამ იქნება აქტუალური უსასრულობა არის დედამიწა. ხო და ეხა მაგას გეუბნები. აქტუალური უსასრულობა ვერ ექნება ვერცერთი საგანს და გეტყვი რატო. უსასრულო რაოდენობის მონეტები რო ქონდეს და მე რო წაგართვა კენტი რაოდენობის მონეტები, მაგედან შენ მაინც უსასრულო დაგრჩება, უსასრულო რაოდენობის ლუწი მონეტები დაგრჩება, მაგრამ მე რო წაგართვა მაგ მონეტებიდან 1, 2, 3 და 3-ის მერე რაც გაქვს ეგ მონეტები უსასრულო დაგრჩება 3 მონეტა. ანუ ორი რაღაც გავიგე ჩვენ. რომ უსასრულობას მინუს usasრულობა უდრის ისე უსასრულობას და მეორე მაგალითი უსასრულობას მინუს usasრულობა უდრის 3-ს, რაც უკვე პარადოქსულია პრობლემა. და ამას ძალიან კარგად გამოხატავს მაგალითად ჰილბერტის სასტუმროების პარადოქსი. ჰილბერტის უსასრულო რაოდენობის სასტუმროების პარადოქსი, როდესაც მოყვანილია ესეთი მაგალითი, რომ არსებობს სასტუმრო, სადაც არის უსასრულო რაოდენობის ოთახები, ნომრები, მაგრამ ყველა დაკავებულია. მოდის სტუმარი, ერთი სტუმარი მოდის და ეუბნება, რომ მას ნომერი ჭირდება. მე პატრონი ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს, იმიტომ რომ მას გააჩნია უსასრულო რაოდენობის ნომრები, მაგრამ ყველა დაკავებულია. ამიტომ აკეთებს ეს რაღაცას, რომ პირველ ნომერში ვინც არის, იმას გადაიყვანს მეორეში, მეორეში ვინც არის, მესამეში და ესე უსასრულოდ მესამეში, მეოთხეში და შემდეგ გამოთავისუფლდება ერთი ნომერი. ეხლა წარმოიდგინე გათავისუფლდა. ეხლა წარმოიდგინე, რომ მივიდა უსასრულო რაოდენობის ადამიანები. უსასრულოდ უნდა გადაწიოს თითოეული ნომერი, ხო გესმის, მე უსასრულობა უნდა გადავისრულო და რაც არის პარადოქსული, ანუ პრობლემატური, ანუ პირდაპირ ხედავთ, რომ ჩვენ ეს რეალური მათემატიკური რიცხვი არ არის, ეს არის აბსტრაქტული მათემატიკური ტერმინი, რითიც რაღაც აღინიშნება. ანუ ეს გააჩნია მარტო ღმერთს და არა რაღაცა შექმნას. იქ არაფერ შუაში არ არის. საერთოდ არაფერ შუაში არ არის, რასაც გილაპარაკები იმასთან. ეგ გასაგებია, ლოგიკურია. ძალიან კაი, ანუ ვაღიარებს, რომ აქტუალური უსასრულობა არ არსებობს, ხო ასე? აქტუალური უსასრულობა არსებობს, მაგრამ მაგ შემთხვევაში ვერ იარსებებს. ძალიან კაი, მაგ შემთხვევაში ვერ იარსებებს. ლაპარაკობ ისეთ რაღაცას, ნახე, მაგ შემთხვევაში მატერიას დასასრული აქვს. და არა, მატერიას დასასრული არა. კონკრეტულ სახეში. მე არ გეუბნები დასახეში. ანუ მე არ კონკრეტულ სახეობაში მატერიას დასასრული აქვს. აი გავიგე ბაჩო, ნახე, მე მაგასაც კი არ გეუბნები, რომ მატერიას დასასრული აქვს. ჩემი აზრით არ აქვს, მაგრამ სხვა რაღაცას გეუბნები. ნახე, ჩვენ შევთავაზეთ. მატერიას მაგში, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში ვამბობ. არა, კონკრეტულ შემთხვევაში რას გულისხმობ, მაშინ ახსენი, იმიტომ რომ მატერიის მუდმივის კანონი. ანუ სასტუმროს შემთხვევაში შეუძლებელია, რომ უსასრულო რაოდენობის ოთახები ქონდეს. ძალიან კაი. ეგ ნიშნავს, რომ შენ აღიარებ მეთახვები, რომ აქტუალურად უსასრულო რაოდენობა არ გააჩნია მატერიას. ძალიან კარგი. ანუ მატერიას არ გააჩნია. რეალურად გააჩნია მაგ შემთხვევაში ვერ ექნება. გეტყვის გააჩნია. რეალურად ადამიანის შექმნილია ეგ. გავიგე მომისმენ. რეალურად ეს გააჩნია ღმერთს, ანუ ღმერთს გააჩნია აქტუალური უსასრულობა. მაგიტო თქვი, რომ ამ კონკრეტულ ინსტანციაში შეუძლებელია, მაგრამ სად არის შესაძლებელი? ეს არის აი, რაიც ღმერთს გააჩნია აქტუალური უსასრულობა. კაი, მოიცა ერთი წამი, ღმერთი რა არის? ღმერთი კითხვა რა არ დაესმის, ვინ არის? ვინ არის? ხო, ვინ ვთქვათ? ვინ არის? ეროვნული აბსოლუტური არსება. რა სახით წარმოდგება? სახით რას ქვია, ის მოხაროთ მოდალისტები. როგორ გამოიყურება შენი აზრით ღმერთი? ანუ ღმერთს არ გააჩნია მატერია, მატერია მან შექმნა. მატერია არ გააჩნია, ანუ მატერია რასაც არ გააჩნია, შესაძლებელია რომ არსებობდეს? კი ბატონო. აბა რა არის, აი ეგეთი არსება, ეგეთი რამე მანახე მოაზროვნე რაღაცა, რასაც არ გააჩნია მატერია. ანუ როგორ განახო მატერია თუ არ გააჩნია, ხედვა ხო მატერიალური პროცესია, ბაჩო. ანუ რაღაცა ქმედებაში მანახე. ლოგიკის კანონები. რაღაცა ქმედებაში მანახე, რაღაცას ხო განახებ რაღაცას, რასაც არ გააჩნია მატერია, მაგრამ არსებობს ლოგიკის კანონები და მათემატიკა მაგალითად. ეგ ადამიანის შექმნილია, არ არსებობს. ლოგიკის კანონები მე და შენ შევქმნით?
ადამიანის შექმნილია, ლოგიკის კანონებიც ადამიანის შექმნილია და მათემატიკაც ადამიანის შექმნილია. ანუ ბაჩო, შენ რას იძახი, რომ მაგალითად სამკუთხედის კუთხეების ისევე როგორც დრო. ბაჩო, შენ რას იძახი, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი რო 180 გრადუსია, ეს ევკლიდემ შექმნა თუ აღმოაჩინა? 2+2 რო 4-ია შექმნა ვინმე თუ აღმოაჩინა? ზოგადად რაღაცა არსებობდა, ხო, კუთხეები არსებობდა, მაგ კუთხეებს მივანიჭეთ ჩვენ. ბაჩო, მაგ კუთხეებს ჩვენ მივანიჭეთ გრადუსები, და ის გრადუსები შევკრიბეთ და მივიღეთ რაღაცა. აი, მომისმენ, ჩვენთვის მომისმენეცა. 2+2 რო 4-ია, ეს ვინმე შექმნა თუ აღმოაჩინა შენი აზრით? შექმნა. 2+2 შეიძლება და ყოფილიყო 5. სანამ შექმნიდა ვინმე, მანამდე 2+2 4 არ იყო? 2+2 შეიძლება და ყოფილიყო 5-იც და 6-იც. ანუ ჩვენ სახელები დავარქვით. ეგ როგორი ფალასია არის, იცი ბაჩო, რო თქვა, რომ მაგალითად ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოჩინა რაღაცა და დაარქვა ამერიკა. კაი, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ეგ ქრისტეფორე კოლუმბმა ხო არ შექმნა ამერიკა? ხო? მაგალითად, ნიუტონმა გრავიტაცია შექმნა თუ აღმოაჩინა? შექმნაო, ანუ შექმნა კონკრეტულად ეს სამკუთხედიო არ მეთქვია. და ზოგადად სამკუთხედზე არ გეუნები. აი ბაჩო, თუნდაც სამკუთხედი ადამიანის შექმნილი, ანუ სამკუთხედი ბუნებაში ეგრე რავი, კი რაღაცა შეიძლება იპოვო სამკუთხედს რომ წააგავდეს, მაგრამ კონკრეტულად სამკუთხედი ბუნებაში არ არსებობს. ბროსკი მომისმინე ეწამ. ნახე სხვა რას გეკითხები. ნახე შეხედე, გეკითხები 2+2 4-ზე რა. 2+2 4-ს რო რაღაცა მათემატიკურ ენაზე რო გადმოვეცით ეს გასაგებია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გადმოვეცით ეს არ ნიშნავს, რომ შეიქმნა, ეს ნიშნავს, რომ აღმოაჩინეთ და გადმოვეცით. მაგალითს მოყვა. მაგალითად ნიუტონმა აღმოაჩინა გრავიტაცია, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნიუტონმა შექმნა ეს გრავიტაცია. გრავიტაცია ნიუტონამდეც იყო. ანალოგიურად 2+2 4 ადამიანმა კი არა შექმნა, არამედ აღმოაჩინა 2+2 4 იყო ადამიანამდეც. სანამ ადამიანი იარსებებდა, იქამდეც 2-ს რო 2-ს მიუმატებდი, 4-ს მიიღებდი. ბაჩო, ხო ხვდები არგუმენტს? მიიღებდი, რაოდენობა იქნებოდა, რასაც ჩვენ ახლა რაოდენობას ვეძახით, იქნებოდა იგივე რაოდენობა. მაგრამ რაოდენობა მაშინ საერთოდ არ არსებობდა, ადამიანი თუ არ არსებობდა, ბაჩო. რაოდენობა როგორ არ არსებობდა, ნახე, რაღაცა რაოდენობა. ანუ რაოდენობა ადამიანმა ასე რო ვთქვათ, ყველაფერს თავის სახელი დაარქვა ადამიანმა, რეალურად. დარქმევა, აი, გეხვეწე მომისმენი, ნიუტონმა აღმოაჩინა გრავიტაცია და დაარქვა გრავიტაცია. ანუ სახელი რო დაარქვა, ეგ არ ნიშნავს გრავიტაციასთან კავშირი არ აქვს ნიუტონს. ნიუტონს ხო არ შეუქმნია, მან აღმოაჩინა, ხო ეს გრავიტაცია, ხო ესე? ნიუტონმა აღმოაჩინა გრავიტაცია, გავიგე. ანალოგიურად 2+2 4 კი არ შექმნა ვინმე. აღმოაჩინა რომ ეს იდეა ჭეშმარიტი იყო და ანუ გადმოსცა მათემატიკურ ენაზე. სახელი დაარქვა, მაგრამ სახელის დათმევა არ ნიშნავს შექმნას. ხო მივხვდი რას გეუბნები არგუმენტს. შექმნით ახლა ადამიანი ვერაფერს ვერ ქმნის, ყველაფერს გარდა ქმნის. რატო ვერ ქმნის ვერაფერს ასე? რა შექმნა ადამიანმა? ყველაფერი გარდა ქმნა, კი არ შექმნა, გარდა ქმნა. აი, გარდა. ყველა მატერია არსებობდა დედამიწაზე და ჩვენ გარდა ვქმნით. ანუ მე რა ეხა სახლი ადამიანმა შექმნა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მატერია რო არსებობდა, იქ მატერია არ სახლია. გარდა ქმნა, არ შეუქმნია. აი, გარდა ქმნა და არ ქვი შენ თუ გინდა, მაგას მე მივიტყვი რომ შექმნა, იმიტომ რომ სახლი უკვე ცალკე იდეაა შესაბამისად, მაგრამ კაი, ნახე სხვა რაღაც გეუბნები. ანუ შენ ხო ხვდები რომ ლოგიკის კანონებიც არანალოგიურია ადამიანმა კი არ შექმნა აღმოაჩინა მაგალითად შენ როცა ამბობ რომ ღმერთი არ არსებობს და მე როცა ამბობ რომ ღმერთი არსებობს მე და შენ რომ ორივე ერთდროულად მართლები ვერ ვიქნებით ეს არის ლოგიკის კანონი წინააღმდეგობის კანონი კერძოდ ეს თუ ადამიანმა შექმნა ჩვენ მოდი გადავაკეთოთ ძმაო და ორივე მართლები ანუ ვერ გადააკეთებ ანუ იმიტომ რომ ადამიანის პერცეფციაზე არ არის დამოკიდებული ანუ კონცეპტუალურია ანუ არამატერიალურია მაგრამ ადამიანის გონებას არ შეუქმნია არამედ აღმოაჩინა ამიტომ არამატერიალური რაღაცები არსებობს, მაგალითად ლოგიკის კანონები და მათემატიკა, ეს არის არამატერიალური, აბსტრაქტული, გონებრივი კონცეპტები, რაც ჭეშმარიტად არსებობს, ანუ უცვლელად. შესაბამისად, ჩვენ უკვე მაგალითი გვაქვს აშკარად ამ არამატერიალური კატეგორიების, რაც უშუალოდ იდეებია და იდეებს ჭირდება წყარო გონება. ჯერ 2, 4 შესაძლებელია იყოს არამატერიალურად? როგორ? 2 4 შესაძლებელია იყოს არამატერიალურად? კი, რა თქმა უნდა, კი. რა იქნება 2 4? რა? ანუ 4 ცალი რაღაცა რა იქნება? მატერია თუ არ არსებობს. რა იქნება ეს 4? ნახე, პატარა რიცხვი იქნება, ხო უბრალოდ? არა, ხო, გეუნე, რიცხვი იქნება. ნახე,
რიცხვი არა, ციფრია 4. ნახე, შეხედე, ის შენ ეხლა რასაც მეუბნები. მათემატიკის წიგნებში ჩვენ მქონდა მაგალითად განტოლება რაღაცა, რაც პროსტა ციფრებისა და რიცხვებისა, მაგალითად შედგება გვეუბნება 2 და პასუხს უწევთ 4. ეს არის ერთი მაგალითი, ამოხსენით, ოქი. მეორე მაგალითი იყო ესეთი, რომ ეგ ეხლა იმიტომ რომ ეგ მატერია არსებობს და მატერია მაცადე რომ მიხვდები რასაც გეუბნები, მანდ მივდივარ. მეორე მაგალითი იყო რომ ამოცანა გვაქვს და წერია ესეთი რაღაც, გელას ქონდა 2 ვაშლი, ნეომისსა 2 ვაშლი და რამდენი ვაშლი ექნება და 4. ანუ აქ გვაქვს ჩვენ 2 ვაშლს პლუს 2 ვაშლი უდრის 4 ვაშლს. მაგრამ როცა მატერია გვარ არსებობს. ეს არის მატერია, კაი. მაგრამ როცა გაქვს მაგალითი 2 პლუს 2 და უდრის 4, აქ არანაირი მატერია კავშირში არ არის. ახლა მატერიალური მაგალითი. მატერიის გამო შევქმენით ეგ სიტყვები. არა, მატერიის გამო. ეგ ციფრები შევქმენით მატერიის გამო, რომ მატერია დაგვეთვალა. არა, ბაჩო, ნახე, სხვა რაღაც გეუბნები, რაღაცას რისთვის იყენებ და თვითონ მაგ რაღაცის საფუძველი არის ორი სხვადასხვა ინსტანცია. ეხლა აგიხსნი რას გულისხმობს, შეხედე, თავისთავად მატერიალური მხარე გაგაჩნია შენ სუბსტანციას არსებობის და თავისთავად მატერიალურ მოქმედებაში იყენებ მათემატიკას, ეს სრულად გასაგებია. მე თვითონ მათემატიკას ვჯერობ როგორც იდეებს. მათემატიკა უკვე არსებობს. მათემატიკა უკვე არსებობს, იმიტომ რომ მათემატიკა ადამიანი. წარმოვიდგინოთ, რომ აღარაფერი აღარ არსებობს. მათ შორის არც ადამიანი. აი, ეხლა წარმოვიდგინე, ბაჩო, აზროვნება, როგორც შენ წარმოგიდგენია ღმერთი, მარტო აზროვნება რო იყოს. აი, შეხედე, ბაჩო, წარმოვიდგინე, რა უნდა დათვალო ამ მათემატიკით, რა უნდა გამოთვალო. ეხლა გეტყვი მაგა რაღაცა, შეხედე, ძალიან მაგა რაღაცას გეუბნები. ანუ მე მაგას გეუბნები, რომ ღმერთი შექმნილია მათემატიკა, მაგიტო გეუბნები მაგას. ნახე, წარმოიდგინე, რომ აღარ არსებობს რაღაცა შენ სხვა რაღაცას გილაპარაკები. გავიგე, რა უნდა დათვალო მაგას მეკითხები და ღმერთმა შექმნა მათემატიკა, ჩვენთვის მეთქი მაგას გეუბნები. ანუ ეხლა წარმოიდგინე შენ ესეთი რაღაც რა, რომ ადამიანმა შექმნა მათემატიკა, ღმერთს არ შეუქმნია. ჩვენ ხო გავიგეთ ბაჩო, რომ მათემატიკას ადამიანი ვერ შექმნიდა. თუ ადამიანმა შექმნა მათემატიკა, მაშინ შეიძლება რეკონსტრუქციის გაკეთება. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია 2 + 2 5 გავხადოთ. მაგრამ ვერ გახდი. ბაჩო, 2 + 2 და მორჩა. 2 + 2 5 როგორ გახდი ბაჩო, ამიხსენი. სიტყვა 5 ერქმევა და რა მნიშვნელობაა? ეს სემანტიკაა, სხვა რაღაც გეკითხები. სიტყვის დარქმევა და ჩვენ ვარაყოფთ ამ შემთხვევაში მატერიის რაოდენობა. მომისმინე, ერთ წამომისმინე. ნიუტონმა აღმოაჩინა გრავიტაცია, ოკეი, ხო? ნიუტონს გრავიტაციისთვის რო დაერქმია ნეო. ანუ ეს ხო ანიშნავს, რომ გრავიტაცია შეცვალა მან. ანუ სახელს რო ცვლი, ეგ ანიშნავს, რომ რამე შექმენი, ხო ასეა? ანუ ამიტომ გრავიტაცია უკვე არსებობს. გრავიტაცია ველი არსებობს. გავიგე, ბაჩო, მომისმინე, ყურადღებით მომისმინე, გავიგე. მათემატიკაც უკვე არსებობს, მაგიტო რომ 2 + 2 4-ია და ადამიანმა შექმნა არ არსებობდა. ბაჩო, მომისმინე, ხო მომისმინე ერთი წამი. ადამიანი სანამ იარსებებდა 2 + 2 4 არისო, შენი აზრით? არისო, საერთოდ არაფერი არისო. მერტუჩი. ადამიანი სანამ იარსებებდა 2 + 2 საერთოდ არაფერი არისო, იმიტომ რომ არ ერქვა სახელი. სახელი არ ერქვა გრავიტაციასაც, მაგრამ ხო არსებობდა, ბაჩო, რა გჭირს? მატერიას, ანუ დედამიწა ერქვა? არ ერქვა. არაფერს არ ერქვა თავისი სახელი. ადამიანმა დაარქვა თავისი სახელი ყველაფერს. ბაჩო, ადამიანმა მოუფიქრა სახელი და ეხა იაზროვნე, შეხედე გონება დაძაბე. ეხა შენ ნახე რა რაღაცას გეუბნები და ეხა შენ ნახე, ბაჩო, მაინც აგიხსნი. ნახე, შენ ეხა ძალიან მიგნება გააკეთე. შენ გააკეთე ესეთი მიგნება, რომ ადამიანს რო რაღაცისთვის სახელი არ დაუქმევია, ეგ იმას ანიშნავს, რომ ეგ რაღაც არ არსებობს. ხო ასეა, ხო მეთანხმები? ძალიან კარგი. მაგრამ ამ შემთხვევაში მათემატიკამ ჩინად შექმნა მეცნიერებიც ადასტურებენ მაგას. ბრაზა, wait, okay, შეხედე. მათემატიკა შექმნა მეცნიერი ადასტურებსო, მაგას მეუბნები? მეცნიერები ადასტურებენ, რომ მათემატიკა შექმნილია, შეიძლება გაუ და ადამიანის გამოგონებულია. არა, მომისმინე. არც ერთი მეცნიერი მაგას არ. ნახე, ბაჩო, მომისმინე. ეხლა წარმოიდგინე. ორი მეცნიერს არ აღიარებ მეცნიერად და შენ რომელიც გაწყობს მარტო იმას აღიარებ, ვერც ერთი მეცნიერი ვერ იტყვის მაგას. ნახე, მომისმინე. ეხლა ნახე, ორისთვის სახელი არ დაუქმევია ადამიანს, მაგრამ 2 + 2 4 ხო არის ადამიანის არსებობამდეც, ხო მეთანხმები ამაში თუ არა? მოდი ნეო ასე ვთქვათ. მაგალითად ავიღოთ ან ავიღოთ გაყოფილი გ-ზე არის c. რას დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს 2 + 2 ნივთებზეა ლაპარაკი.
არა ნივთებზე რაღაც მატერიაზეა ლაპარაკი არა ბაჩო მატერიაზე არ არის ლაპარაკი მომისმინე მატერიაზეა ლაპარაკი მატერიის გამოსაცვლელად გამოიგონა ადამიანმა მათემატიკა არა რისთვის იყენებს ეგ მეორე საკითხია მე თვითონ გეუბნები ეგ რაღაც რო არსებობს მატერია რო არ არსებობდეს ეგ ანუ ეგ მათემატიკა ტუალეტის ქაღალდად გამოიყენებოდა ასე რომ ვთქვათ აი ბაჩო მომისმინე ასეულობა აღეხებოდა მათემატიკას რო არ არსებობდეს მატერია ბაჩო მომისმინეთ ხო მომისმინე ნახე ეგ იგივე თემა ეხლა მე რო გითხრა რომ მე მაქვს სული და ეხლა მე რო სულიერი არსება არის და მაგრამ ვინმე რო თავში იარაღი მესროლ შეიძლება ამ წამს მე შე ვეღარ დაგელაპარაკო ეს სხვა რაღაცა მატერია რომ სიტყვაზე მატერიალურ არსებობს ჭირდება არსებობს და მათემატიკა რომ მატერიალურ ყოფიერებაში გამოიყენება ეს სრულიად გასაგებია სხვა რაღაც გეუბნები და მომისმინე ეხლა ნახე რას გეუბნები ნახე მათემატიკა მაგალითად ავიღოთ არიუმენის გეომეტრია რა არიუმენის მათემატიკას ქვია ანუ მაგას ქვია მათემატიკა და ეგ ადამიანის შექმნილია და მომის ლაპარაკობ რომ ნივთების შექმნა მომისმინე არიუმენის გეომეტრია შეიქმნა ანუ აბსტრაქტული კონცეპტუალური მიზნით ანუ რაღაცა პრაქტიკული გამოყენებითი მიზანი არ ქონია მაგრამ მომავალში რადგან აინშტაინის ფარდობითობის თეორია ვახსენებ მომავალში აღმოჩნდა რომ აინშტაინის დრო-სივრცის მეოთხე განზომილებას აღწევს ეს არიუმენის გეომეტრია ანალოგიურად მაგალითად კომპლექსური რიცხვები რომელიც ტალღურ ფიზიკაში გამოიყენება და კვანტურ მექანიკაში ეს მათემატიკოსებმა ძალიან ადრე შექმნეს სანამ ანუ უშუალოდ მის პრაქტიკულ გამოყენებამდე მიდიოდნენ რა შესაბამისად ანუ მაგალითად მათემატიკოსებმა ჩვენ ვიცით რომ ყველა ლუწი რიცხვი იყოფა 2-ზე ხო ასეა ეს მათემატიკოს ემპირიულად არასდროს არ გაუკეთებია ეს აღმოჩენა თავისთავად ანუ ინდუქციურად არის ახლა იმიტომ რომ ყველა ლუწი რიცხვი რომ 2-ზე იყოფა მატერიაში ამას ამის დემონსტრაცია შენ ვერასდროს ვერ მოახდენ მაგრამ ჭეშმარიტია მათემატიკური ჭეშმარიტებაა მაინც ანალოგიურად ჩვენ როცა ვსაუბრობთ 2+2 4 აქ მათემატიკა არის უკვე პრესუპოზიციურად გაკეთებული მაგალითად ორი წიგნი აქ რო დადებულია შენ უკვე ორობის იდეის პრესუპოზიცია გაკეთებული და იქ ლოგიკის კანონის იქ იდენტობის კანონი ის და ის შესაბამისად აქ ორობა უკვე წინმსწრებია ამ საგნის შესაბამისად ეს ორი არის იდეა 2+2 4 არის იდეა რაც გამოიხატება ანუ მათემატიკური ენით გადმოსცეს ადამიანებმა ეხლა მომისმინე შენ თუ ამბობ რომ შენ თუ იძახი ეს რაღაცას 2+2 4 ეს არის შექმნილი კი არ არის ეს არის სახელია დარქმეული ამ იდეას 2-ს დაერქვა 2 და ის მაგრამ თვითონ ეს იდეა რომ 2+2 უდრის ამას რომ ამას პლუს ეს ამას უდრის ჭეშმარიტად ეს მატერია ერთი წამი მატერია ჩავთვალოთ რომ არ არსებობს მათემატიკა რაში გამოიყენება ბაჩო კიდევ ერთხელ გეუბნები და ყურადღებით მომისმინე რაღაცის გამოყენება და თვითონ ეგ რაღაც თვითონ იმ რაღაცის საფუძველი არის ორი სხვადასხვა ინსტანცია მათემატიკა თითამი გაჩვენ ერთი წამი ანუ ზუსტად მაგას გელაპარაკები ამდენი ხანი მაგას გიხსნი რომ მატერია არსებობდა და მატერიის დასაცვლელად გამოიგონა ადამიანმა მათემატიკა მათემატიკა გამოგონებული თვითონ ბაჩო მომისმინე ანუ მატერია კი არ გამოიგონა ადამიანმა ბაჩო მომისმინე მატერია არსებობდა გეთანხმები მაგრამ გამოიგონა მათემატიკა ამის დასაცვლელად ბაჩო მომისმინე კიდევ ერთხელ გეუბნები შენ ახლა მეუბნები მათემატიკა რისთვის გამოიყენა ადამიანმა ეგ გამოიგონასთან არა გამოიგონა აი გამოიგონა ანუ შენ იძახი რომ 2+2 4 არის ადამიანის გამოგონილი თვითონ ეგ მოცემულობა ონტოლოგიურად ანუ ორი ხა ადამიანის ანამიარსებება იყო და მეორე ორ ხას მიუმატა და ბაჩო ანუ ელემენტარულ არის 2+2 4 თუ ადამიანის გამოგონილია სანამ ადამიანი იარსებობდა 2+2 რა იყო რა პასუხი ქონდა არ არსებობდა მათემატიკა არ არსებობდა შესაბამისად როგორც ძაღლისთვის არ არსებობს მათემატიკა ისევე ვერ იარსებობდა განუვითარებელი თუნდაც ადამიანისთვის მათემატიკა ადამიანმა შექმნა თვითონ ანუ ბაჩო ერთი წამი გაჩერდი ორი წამი გაჩერდით ხო აღარ გამაწყვეტინო აი ცოტა მაყლია და უბრალოდ გაგთიშავნა ანუ ეხლა შეიძლება იზახი რომ მათემატიკური ჭეშმარიტებები ადამიანის სანამ იარსებობდა არ არსებობდა ვერ იარსებობდა ფიზიკურად აი ეხლა მომისმინე როგორც არ მომისმინე აი გაჩვენ მომისმინე ეხლა წარმოიდგინე არ არსებობს ადამიანი არსებობდა იქ იყო ორი ხე და მე იქ გვერდით ამოვიდა კიდე ორი ხე რამდენი ხე იქნებოდა
დღევანდელი გადმოსახედიდან 4. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვამთავრებ. ძაღლს კითხე, აბა ძაღლს კითხე. ძაღლმა რო არის ის 2+2 4, ეგ ანიშნავს 2+2 4 არ არსებობს, ანუ ეს არის ელემენტარული. მე ეგეუნები ადამიანის შექმნილი რა მეთქი, ძაღლისთვის რატო არ არის 2+2 4? არა, ბაჭო, ძაღლისთვისაც 2+2 4-ია და ყველა ქვისთვისაც 2+2. აბა კითხე ძაღლს. რო კითხე იმან რო არის ის ჩემა პატარა დამ რო არის ის 2+2 რამდენია, არ არის იმისთვის იცვლება რეალობა, რას მეუბნები. მათემატიკა წიგნი თვითონ მათემატიკა თვითონ წიგნი ერთი წამი მათემატიკა წიგნი რასაც გასწავლის ვინ შექმნა ჩემი მათემატიკის წიგნი ნურკიმ შექმნა ჩემი მათემატიკის ნურკი არ არის საჭირო ადამიანმა ხო შექმნა ნურკი ადამიანი იყო ხო და მაგას გეუნები სახელი არ მჭირდება მე იმას გეუნები კონკრეტულად ვინ შექმნა იმაზე არ ვლაპარაკობ ადამიანმა ხო შექმნა ბაჭო არა აი კიდე ერთხელ მომის მათემატიკის წიგნი ადამიანმა შექმნა კი მაგრამ ეგ ანიშნავს მათემატიკის წიგნის გარეშე აბა ამიხსენი 2+2 რამდენია მათემატიკის წიგნი გამორიცხე მათემატიკიდან არ მიპასუხე გამორიცხე ეხა მომისმინე რაღაც გეტყვი რა სიტყვაზე ფიზიკის წიგნში რო არის აღწერილი სამყარო ეს ანიშნავს რომ სამყარო ფიზიკოსმა შექმნა ხო ბაჭო ხო ისე ოკეი ძალიან გავიგე ანალოგიურად მათემატიკოსი მასე ველაპარაკების საერთოდ აი გასაგებია ბაჭო უბრალოდ არ გესმის მართლა ფსიქოლოგიაზე შეგეძდა ფსიქოლოგიის წიგნიც არსებობს და ფსიქოლოგიაზე შეგეძდა მელაპარაკო ეგრე და ის სხვა რაღაცას გასწავლის ეს სხვა რაღაცას გასწავლის ერთხელაც მე გელაპარაკები ამ შემთხვევაში გელაპარაკები მათემატიკაზე და არა ფიზიკაზე აი ერთხელაც ვწდი ყველანაირად აი მართლა გულწრფელად ესე უბრალოდ თუ ინტელექტუალურად გულწრფელი არ იქნები ვერ გაიგებ ეხა ერთხელაც ვთქვი რომ არ მიხსნა ნახე შეხედე ანუ რაღაც ჩვენ გავიგეთ ძალიან კარგად რომ რაღაცაზე სახელის დარქმევა და რაღაცაზე ენით გადმოცემა და შექმნა თვითონ იმ რაღაცის არის ორი სხვადასხვა ინსტანცია ოკეი ბაჭო შენ ამობესით რაღაცას რომ 2+2 4 არ იყო სანამ ადამიანი არსებობდა ანუ ადამიანი რო გაჩნდა მერე გახდა 2+2 4 რაც არის ფალასი იგივე ლოგიკაზე რო გადმოვიტანოთ მაგალითად წინააღმდეგობის კანონი რო ავიღოთ რა წინააღმდეგობის კანონი რომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცება ერთდროულად სიმართლე ვერ იქნება მაგალითად თბილისში რო წვიმს და არ წვიმს ორივე ერთდროულად მართლები რო ვერ იქნება ეს ადამიანმა კი არ შექმნა ეს აღმოაჩინა ბაჭო ერთდროულად ეს კანონია ანუ ანალოგიურად ლოგიკის კანონები არის აღმოჩენილი და გადმოცემული რაღაცა ენაზე ანალოგიურად არის მათემატიკაზე თუ ვიტყვი რომ შექმნილია მათემატიკის გადაკეთების შესაძლებლობა არსებობს ნეო წვიმა არსებობს ბაჭო წვიმაზე საერთოდ არ გელაპარაკები წვიმის მაგალითი მოგიყვანე იმისთვის რომ არამატერიალური ლოგიკის კანონი დამემტკიცებინა შენთვის წვიმს მაგრამ მატერიულად არსებობს წვიმა და მაგითო გეუბნები წვიმა არსებობს და მაგას ვერ და ბაჭო წვიმა კი არსებობს მაგრამ წვიმს და არ წვიმს ეს ორი განცხადება ერთდროულად რო სიმართლე ვერ იქნება ერთ ინსტანციაში ეს ხო ლოგიკის კანონია წვიმს არსებობს, მაგრამ არ წვიმაც არსებობს. რო არ წვიმს, ეგ მდგომარეობაც არსებობს და წვიმის მდგომარეობაც არსებობს. მაგრამ მე რომ ვამბობ, რომ თბილისში წვიმს ეხლა, შენ რომ თბილისში არ წვიმს ეხლა, ორივე მართლები რო ვერ ვიქნები, რო არ წვიმს, ეგეც ფაქტია. გავიგე, ოკეი, ფაქტია, გავიგე. წვიმა და არ წვიმა არის, არ წვიმა შეიძლება იყოს ფაქტი და წვიმა შეიძლება იყოს ფაქტი. ორივე რო ერთდროულად ვერ იქნება სიმართლე. ამას არისტოტელემ დაარქვა წინააღმდეგობის კანონი, მაგრამ ეს ხო მას არ შეუქმნია, ეს ხო მან აღმოაჩინა, ხო მეთანხმები, ხო? არისტოტელემ ხო არ შექმნა ეს? ხო? ფსიქოლოგიის წიგნიც არ შეუქმნია არავის ან აი ბაჭო, სხვა შახტავს, შემოგროლის, მო შეგეწიოს უფალი იესო ქრისტე გაიხ.